ჟენევის კონვენციის ქვეშაც ექცევა და ექცევა კონვენციის ქვეშ ქიმიური იარაღის შესახებ, რომელსაც ორივე საქართველო არის მიერთებული. ყველას ახსოვს ჩემი ირგვლივ რომ თქვი რომ ეს არის სხვანაირი გაზი. ანუ რაღაც ციანდის რაღაცა ფორმაა, რომელიც გამოყენებული და ანუ ფაქტობრივად აკრძალულია იმ გრძელვადიანი მძიმე შედეგის გამო. ფაქტი არის რომ ესენი არიან წასული ვაბანკზე. პირველ რიგში ურტყამს ფილტვებს. პირველ შემთხვევაში 9 აპრილის მერე საერთოდ ქიმიური იარაღი გამოიყენეს. როცა დაიდება დაშკრა რაც ჩაიდინეს. ბევრად უფრო დიდი პასუხისგება მოუწევს ვიდრე რაღაც სანქციებია. გაცილებით უარესი გველის ქიმიური ნივთიერებები საჭმელში გელის და სახში გელის და კიდე 1000 უბედურებაში გელის აი ამ მართლობის პირობებში, რომელსაც ეს ამკვიდრებს. ეს ნივთიერება აიკრძალა რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეები მტერი არ უნდა დაგეზიანებინა ამ ნივთიერებით, არათუ მოყვარე. ესეთი ქმედებები ფაქტობრივად არის გათანაბრებული წამება არ ადამიანურ და ღირსების შემონახავ მოპყრობასთან. ერთმა შეიგინა მანქანიდან და რო უთხარით რომ გაჩერდი აბა ორი წამი რა გინდა გაიქცა ამიტომ მათი ამოცანა იყო მაქსიმალური შიშის სინდრომის დათესვა. ლეტალური შედეგი არ დადგა იმ პერიოდში ეს იყო მე მგონია შემთხვევითობა, თორე ამისთვისაც მზად იყვნენ, აშკარად ჩანს ეს. ესენი ისე წაგვატეხინებდნენ კისერს. რა ევროპული მომავალი ხალხი პროსტა მომავალ, უბრალოდ მომავალზეა საუბარი. ცდილობს გაანადგუროს როგორც პოლიტიკური ჯგუფები, გაანადგუროს არასამთავრობო ორგანიზაციები, გაანადგუროს აკადემიურ სივრცეში შეიჭრა. ჩვენი შვილებისთვის უეჭველი თანასწორობა გვინდა რა. სულ მგონია მე რომ ჩვენი რეალური ძალა ჯერ არ გვიჩვენებია. ძალიან ჩქარობენ და ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებენ და ჩვენ ყველა შეცდომაზე ჩავაწერთ ეფექტურად.